გვერდი 23. პირველი ამოცანა. ააგეთ სურათზე 1.38a და 1.38b მოცემული ვექტორების მდგენელები x და y ღერძების გასწვრივ. მოცემული არის ესე იგი აქ კოორდინატა ღერძები x, y და გვაქვს რაღაცა a ვექტორი. და მისი მდგენელები გვინდა x ღერძის გასწვრივ და y ღერძის გასწვრივ. მდგენელები ეს ისეთი ვექტორებია, რომელთა ჯამი აი ამ საწყის a ვექტორს გვაძლევს, მაგრამ ესე იგი ეს მდგენელები შეიძლება სხვადასხვა იყოს, ამიტომაც აქ არის მითითებული, რომ x და y ღერძების გასწვრივ. ამისათვის უნდა დავუშვოთ პერპენდიკულარები x ღერძზე და y ღერძზე და აი ეს მონაკვეთი, ესე იგი ეს ვექტორი, ესე იგი ax იქნება, ხოლო ეს ვექტორი იქნება ay ვექტორი. იმიტომ რომ a ვექტორი იქნება ax ვექტორს დამატებული ay ვექტორი. ხო მეორე ვექტორისთვის ანალოგიურად მოვიქცევით x, y სისტემა არის და ეს რაღაცა b ვექტორი არის. დავუშვებთ პერპენდიკულარები, ესე იგი პროექციები აი ამ ვექტორის სათავედან და ბოლოდან, როგორც ერთ ღერძზე, ასევე მეორე ღერძზე. აი ეს იქნება bx-ი, აქედან აქამდე, ეს არის bx ვექტორი, ხოლო ეს იქნება ეს ვექტორი არის by ვექტორი. აი ამისი მიმართულება ზევით არის, ამისი მარჯვნიდან მარცხნივ არის. ახლა ეს იყო პირველი ამოცანა. უпростоროდ ხო, ეს იყო პირველი ამოცანა. მეორე ამოცანა. სურათი 31a და b-ზე მოცემულია a ვექტორი და მისი ერთი აპირველი მდგენელი. გადაიხაზეთ სურათები რვეულში და ააგეთ a ვექტორის მეორე მდგენელი. აი მოცემული არის აქ ესეთნაირად, რომ ეს a ვექტორი არის ესეთნაირად, ეს არის a პირველი ვექტორი. ესე იგი ჩვენ უნდა ვიპოვოთ ისეთი a მეორე ვექტორი, რომელიც a პირველთან ჯამში მოგცემს a ვექტორს. ამისათვის ამათი ბოლოები რო შევაერთოთ. აი ეს იქნება a ვექტორი, იმიტომ რომ a პირველ ვექტორს დამატებული a მეორე ვექტორი სამკუთხედის წესის შეკრების თანახმად ეგ იქნება a ვექტორი. ანალოგიურად ესე იგი აქ შემდეგი სურათი არის, ეს არის თქვა a ვექტორი, ეს არის a პირველი ვექტორი და ისევ შეგვიძლია შევაერთოთ მათი ბოლოები და აი ჯამური ვექტორისკენ მიმართოთ, ესე იგი ეს a მეორე ვექტორი. მართლაც სამკუთხედის შეკრების წესის მიხედვით a პირველს პლუს a მეორე ვექტორი უდრის a ვექტორს. აქ ერთი რამე მინდა აღვნიშნო, რომ მოცემულ ვექტორს შეიძლება ბევრი სხვადასხვა მდგენელები ჰქონდეს. ბევრნაირად შეიძლება a ვექტორი წარმოიდგინონ როგორც ორი რაღაცა ვექტორის ჯამი. ახლა მაგალითად თქვათ, რომ ავიღოთ ესე იგი აი თქვათ ესეთი ვექტორი a ვექტორი. მაგალითად თქვათ ეს a პირველი და a მეორე მისი მდგენელები არის. ასევე მისი მდგენელები არის მაგალითად აი ეს ვექტორი b პირველი და b მეორე. ეს არის b პირველი, ეს არის b მეორე ვექტორი და ასე შემდეგ. ესე იგი თქვათ ეს c1 და c2. ასე რომ მდგენელები მოცემულ ვექტორს შეიძლება ბევრი ჰქონდეს, მაგრამ როცა გვეუბნებიან, რომ იპოვეთო მდგენელები რაღაცა განსაზღვრული მიმართულებებით, მაშინ უკვე პასუხი ცალსახე იქნება. კარგით, მესამე ამოცანა. სურათი 1.40-ზე მოცემულია სხეულზე მოდებული F ძალა, რომლის მოდული 20 ნიუტონია. ძალის მიმართულება ჰორიზონტალურ x ღერძთან 30 გრადუსიან კუთხეს ქმნის.
ააგეთ ამ ძალის მდგენელები x და y ღერძებზე და განსაზღვრეთ მათი მოდულები. ჩავწეროთ ჯერ მოცემულობა, ესე იგი მოცემული არის F ძალა, რომლის სიდიდე, ესე იგი მოდული 20 ნიუტონია. ჰორიზონტალურ მიმართულებასთან ეს ვექტორი ადგენს 30 გრადუსიან კუთხეს. უნდა ვიპოვოთ მდგენელები F x მიმართულებით და F y, მდგენელები x და y მიმართულებით. ახლა აქ სურათიცაა მოცემული, მოდით ეს სურათი გადავხატოთ. აქ რაღაცა სხეული არის, ესე იგი თქვათ ეს არის ჰორიზონტალური მიმართულება, ეს არის ვერტიკალური მიმართულება, ეს არის x მიმართულება, ეს y და ეს ძალა ესეთნაირად არის მოდებული F ძალა. ხო, ეს არის ის კუთხე. აქედან დავუშვებთ პერპენდიკულარს, როგორც x ღერძზე, ასევე y ღერძზე, აი აქედან აქამდე, 0-დან აქამდე ეგ იქნება fx ვექტორი, ესე იგი x მდგენელი, ეს იქნება fy მდგენელი. ეს კუთხე არის ალფა კუთხე. ხო, ახლა fx-ი მოდული, ხო? ესე იგი ამ სამკუთხედში ეს კათეტი არის მიმდებარე, ამიტომ ეს არის f გამრავლებული კოსინუს ალფაზე. ხოლო f-ის y მდგენელის მოდული იქნება f გამრავლებული სინუს ალფაზე. ახლა კოსინუს 30 გრადუსისა ეს არის ფესვი 3-დან 2-ზე, ხოლო სინუს 30 გრადუსისა 1/2 არის. აქედან ესე იგი ეს fx-ის მოდული იქნება 20 ფესვი 3-დან 2-ზე, ანდა ეს არის 10 ფესვი 3-დან, ეს ნიუტონი და ანალოგიურად fy-ის მოდული, აქ ვექტორებს ვახატავ, მაგრამ მოდულში ეს არის 20 ჯერ 1/2, ანუ ეს არის 10 ნიუტონი. ახლა შემდეგი ამოცანა. მეოთხე ამოცანა. სხეულზე მოდებული F ძალის ჰორიზონტალური და ვერტიკალური მდგენელები არის 21 ნიუტონი და 28 ნიუტონი. განსაზღვრეთ F ძალის მოდული. ესე იგი F x-ის მოდული არის 21 ნიუტონი, F y-ის მოდული არის 28 ნიუტონი. უნდა ვიპოვოთ ესე იგი F ძალის მოდული. ეს ნახეთ როგორი მდგომარეობაა. ესე იგი ეს არის თქვათ fx-ი, ეს არის fy-ი. მათი ჯამი ახლა აქ პარალელოგრამის წესით მაქვს აგებული, ეს იქნება f-ი. ეს სამკუთხედი მართკუთხა სამკუთხედი არის, ამიტომ f-ის სიდიდისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ პითაგორას თეორემა. ამიტომ ეს იქნება fx კვადრატი პლუს fy კვადრატი. ახლა აქ შეიძლება ვექტორები აღარ დავახატოთ, იმიტომ რომ ეს სიდიდეებს ეხება და იქნება ფესვი 21-ის კვადრატს პლუს 28-ის კვადრატიდან ფესვი. ეს რიცხვი თქვენ თვითონ გამოთვალეთ. მეხუთე ამოცანა. ბილიკიდან აფრენის მომენტში თვითმფრინავის სიჩქარის ჰორიზონტალური მდგენელის მოდული Vx-ი იყო 150 ფესვი 3-ზე მეტრი წამში. თვითმფრინავის სიჩქარის მოდული კი V არის 300 მეტრი წამში. განსაზღვრეთ ვერტიკალური მიმართული სიჩქარის მოდული Vy არის კითხვის ნიშნის ტოლი. მოკლედ ახლა აქ მდგომარეობა ესეთი გვაქვს, რომ ესე იგი სიჩქარე არის რაღაცნაირად კუთხით მიმართული, ესე იგი ეს არის მისი Vx მდგენელის მოდული
ნუ vx ესე იყოს და vy ესეთნაირად იქნება მიმართული. ეს არის v. ნუ ხლა ისევე მართკუთხა სამკუთხედი არის, ამიტომ v-ს მოდული ეს არის კვადრატული ფესვი vx კვადრატს პლუს vy კვადრატი. ავიყონოთ ორივე მხარე კვადრატში, v კვადრატი იქნება vx კვადრატს პლუს vy კვადრატი, აქედან vy კვადრატი არის v კვადრატს მინუს vx კვადრატი, ანუ vy არის კვადრატული ფესვი v კვადრატს მინუს vx კვადრატი. ნუ შევიტანოთ ესე იგი აქ შესაბამისი რიცხვები. vy იქნება კვადრატული ფესვი 300 კვადრატში მინუს 150 ფესვი 3-ზე, ესეც კვადრატში. ნუ ეს იქნება 9 ესე იგი 90000 მინუს ესე იგი 225.00 გამრავლებული 3-ზე. ხო. ნუ ახლა ეს ამ რიცხვებს გამოთვლით, ესე იგი ეს vy რის ტოლი იქნება. და გვაინტერესებს ჰორიზონტალურ მიმართულებასთან რა კუთხეს ადგენს, ესე იგი აი ამ ალფა კუთხეს გთხოვენ. აი ტანგენს მაგ კუთხისა ეს არის vy შეფარდებული vx-თან, როგორც მოპირდაპირე კათეტი მიმდებარე კათეტთან. ხო, მეექვსე ამოცანა. თვითმფრინავის სიჩქარე აფრენისა 300 კმ/სთ-ია და ის ჰორიზონტთან 60 გრადუსიან კუთხეს ქმნის. რა სიჩქარით გადაადგილდება მისი ჩრდილი ჰორიზონტალურ ბილიკზე თუ მზე ზენიტშია. ესე იგი v არის მოცემული არის 300 კმ/სთ-ში, ალფა კუთხე არის 60 გრადუსი და რა სიჩქარით გადაადგილდება ჩრდილი. ნუ ჩრდილი გადაადგილდება x მიმართულებით. ამიტომ vx არის მოსაძებნი. ნუ დავხატოთ ისევ სურათი, ეს არის v, ეს არის ალფა. ნუ ეს იქნება vx. ამიტომ vx ვექტორი, vx-ის სიდიდე იქნება v გამრავლებული კოსინუს 60 გრადუსზე და კოსინუს 60 გრადუსისა 1/2-დის ტოლია. ამიტომ vx-ის მოდული იქნება 300 1/2-ზე, ასე არის 150-ის ტოლი. მეშვიდე ამოცანა. ნივთიერი წერტილი მოდულით მუდმივი სიჩქარით ბრუნავს წრეწირზე ვერტიკალურ სიმტყეში. ნახაზი შეასრულეთ რვეულში და მიუთითეთ წრეწირის რომელ წერტილებშია სიჩქარის ჰორიზონტალური მდგენელი 0-ის ტოლი, სიჩქარის ვერტიკალური მდგენელი 0-ის ტოლი. გაითვალისწინეთ, რომ წერტილის წრეწირზე ბრუნვისას მისი სიჩქარე ნებისმიერ წერტილში, ამ წერტილში გავლებული მხების გასწვრივა მიმართული. ნუ აი, მოდით დავხატოთ ესე იგი ეს წრეწირი, რომელზედაც ბრუნავს სხეული. აი თქვათ ის, ნუ აქ გამოყოთ რამოდენიმე წერტილი, A წერტილი, B წერტილი, ეს უკიდურესი მაღალი და უკიდურესად დაბალი წერტილი და მარცხენა და მარჯვენა წერტილები, ესე იგი AB ეს იყოს C და D. A წერტილში სიჩქარე ჰორიზონტალურად არის, ნუ აი თქვა თუ ეს საათის ისრით ბრუნავს, მხები ესე იქნება მიმართული. B წერტილში ამის საწინააღმდეგოდ. C წერტილში ისევ მხების გასწვრივ ეს მხები ვერტიკალურად გამოდის და D წერტილში ვერტიკალურად ქვევით. ესე იგი, სად არის vx-ი უდრის 0-ს. vx-ი უდრის 0-ს C წერტილში, ესე იგი vcx-ი უდრის 0-ს და ასევე vdx-ი უდრის 0-ს. ანალოგიურად, ესე იგი vy-ი უდრის 0-ს სად, ესე იგი A წერტილში და B წერტილში. vay-ი უდრის 0-ს და vy-ი
D Y V B Y უდრის 0-ს. თუმცა ეს შეგვიძლია დაგვეწერა მოდულების გარეშე. შეგვიძლია დაგვეწერო VC უდრის VCX უბრალოდ უდრის VDX უდრის 0-ს, ასევე VAY ვექტორი უდრის VBY-ს და უდრის 0-ს. მერვე ამოცანა. ალფა კუთხით დახრილ სიბრტყეზე უძრავად დევს M მასის ძელაკი. დაშალეთ ძელაკზე მოქმედი სიმძიმის ძალა დახრილი სიბრტყის გასწვრივ და სიბრტყის მართობულად მიმართულ მდგენელებად. ესე იგი ეს მერვე ამოცანა. ესე იგი თქვა გვაქვს დახრილი სიბრტყე, ესე იგი აქ დევს ძელაკი, თქვა აი მის სიმძიმის ძალა ვერტიკალურად ქვევით არის მიმართული. და ჩვენ გვინდა ვიპოვოთ მისი მდგენელები დახრილი სიბრტყის პარალელურად და მის პერპენდიკულარულად. აი ეს იყოს x ღერძი, ეს იყოს y ღერძი. ამისათვის უნდა დაუშვა პერპენდიკულარი ერთ ღერძზე და მეორე ღერძზე, ეს ოწერტილი არის, აი ეს იქნება, ეს თუ არის mg ვექტორი, აი ეს იქნება mgx-ი, ეს იქნება, აი ეს არის mgy. ესე იგი mgx-ი, ეს თუ ალფა კუთხე არის, ნახეთ, ესეთივე კუთხე არის, ესე იგი აი ეს კუთხე. იგივე არის ეს, ესე იგი როგორც ურთიერთ მართობული გვერდებით შედგენილი კუთხეები. ნახეთ, ეს პერპენდიკულარულია დახრილი სიბრტყისა, ხოლო ეს მეორე პერპენდიკულარულია დახრილი სიბრტყის ფუძის. mgx-ი არის mg სინუს ალფა, ხოლო mgy-ი არის mg კოსინუს ალფა. ეხლა მეცხრე ამოცანა. ალფა კუთხით დახრილ სიბრტყეზე უძრავად დევს M მასის ძელაკი. რისი ტოლია ალფა თუ ძელაკზე მოქმედი სიმძიმის ძალის მდგენელი Y ღერძზე მოდულით mg ფესვის 3-დან 2-ის ტოლია. ესე იგი მოცემულია, რომ mgy ეს არის mg ფესვი 3-დან 2-ზე და გვეკითხებიან რისი ტოლი არის ალფა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ mgy ეს არის mg კოსინუს ალფა, ესე იგი აქედან mg ფესვი 3-დან 2-ზე ეს არის mg კოსინუს ალფა, mg-ები გაიკვეცება და კოსინუს ალფა არის ფესვი 3-დან 2-ზე. თუ გავიხსენებთ რა კუთხეზე არის კოსინუსი ფესვი 3-დან 2-ზე, ეს არის 30 გრადუსი. ახლა მეათე ამოცანა. ალფა კუთხით დახრილ სიბრტყეზე მოთავსებულია M მასის სხეული. სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალის მდგენელის მოდული დახრილი სიბრტყის მიმართულებით mg ნახევრის ტოლია. რისი ტოლია ალფა. ახლა აქ ანალოგიურად, ესე იგი დახრილი სიბრტყის მიმართულებით ეს mgx-ი არის, ჩვენი ნახაზის მიხედვით, ეგ არის mg ნახევრის ტოლი. მეორე მხრივ mgx-ი ეს არის mg სინუს ალფა. ესე იგი mgx-ის ნაცვლად შევიტანოთ mg ნახევარი უდრის mg სინუს ალფას. ესენი გაიკვეცება და ესე იგი სინუს ალფა არის 1/2-ის ტოლი. ახლა რა კუთხეზე არის სინუს 1/2-ის ტოლი? 30 გრადუსზე. გვერდი 27. პირველი ამოცანა. მელა ორ ხეს შორის მანძილს ფარავს 15 წამში. რა დროში
მენს იმავე მანძილზე მასზე 1.15 ჯერ სწრაფად მოძრავი კურდღელი. ნუ ჩავწეროთ, რომ ესე იგი ტ არის ესე იგი 15 წამი. მოდი ეს ტ პირველი დავუნიშნოთ. V მეორე არის 1.5 V პირველი სტოლი. ჩვენ V პირველი დავუნიშნეთ მელას სიჩქარე. ხო, ნუ რა დრო ერთივე მანძილს გაივლიან, ესე იგი ეს ერთი არის S მეორე. რისი ტოლი არის T მეორეო. ნუ გავიხსენოთ, რომ თანაბარი მოძრაობის დროს სამართლიანი ფორმულა S უდრის VT-ს. ჩავწეროთ ეს ფორმულა ორ შემთხვევისთვის. ერთხელ, როდესაც მელა მოძრაობს V1 T1, V1 სიჩქარით მოძრაობს მელა და T1 დროს ანდომებს, იგივე ეს გაივლის კურდღელი. V2 სიჩქარით რაღაცა T2 დროთი. ესები ერთნაირი არის, იმიტომ V1 T1-ზე უდრის V2 გამრავლებული T2-ზე და აქედან T2 იქნება V1 T1-ზე შეფარდებული V2-ზე. ხო, ვიცით რომ V2 1.15 ჯერ მეტი არის. შევიტანოთ ესე იგი აქა T2 იქნება V1 T1 1.15 V1-ზე, V1-ები გაიკვეცება, გვექნება T1 1.15-ზე. ნუ ახლა აქ თუ რიცხვებს შევიტანთ, T2 გამოგვივა 15 წამი შეფარდებული 1.15-ზე და ეს იქნება 10 წამი. მეორე ამოცანა. მდინარეს მოაქვს 10 მეტრი სიგრძის მორი. რა დროში ჩაუვლის მორი მდინარის ნაპირზე მდგარ მეთევზე, თუ მდინარის სიჩქარე 0.5 მეტრ-წამია. მიიჩნიეთ, რომ მორის გასწვრივ განვლილი წრფე მდინარის დინების მართულებას ემთხვევა, მართულებას. ნუ მართობული არის, ესე იგი. ხო, ნუ მოკლედ ესე იგი, აქ არის მოცემული მორის სიგრძე L არის თქვა 10 მეტრი. სიჩქარე არის 0.5 მეტრი წამში და შესაბამის დროს გთხოვენ. T არის კითხვის ნიშნის ტოლი. ნუ T იქნება ცხადია L გაყოფილი V-ზე. ესე იგი ეს იქნება რიცხვები რო შევიტანოთ 10 მეტრი 0.5 მეტრ-წამზე და ეს გამოგვივა 20 წამი. ხო, ეხლა მესამე ამოცანა. რა დროში გაივლის 120 მეტრის სიგრძის მატარებელი 280 მეტრის სიგრძის ხიდს, თუ მისი სიჩქარე 20 მეტრ-წამია. ესე იგი L1 არის 120 მეტრი, L2 არის 280 მეტრი და სიჩქარე არის 20 მეტრი წამში. ესე იგი, რა დროში გაივლის მატარებელი ხიდს. ნუ ახლა აქ იგულისხმება, რომ თქვათ, მოით ესეთნაირად რომ წარმოვიდგინოთ, თქვათ ეს არის, ესე იგი, ეს რაღაცა მდინარეა, ესე იგი, ეს არის ხიდი გადებული, აი აქ არის მატარებელი, ხო? ესე იგი, აი ეს იქნება მოძრაობის დაწყება და დამთავრება იქნება, როდესაც მატარებელი მთლიანად გაივლის ხიდს. ასე რომ მატარებელმა უნდა გაიაროს, ესე იგი, ფაქტიურად ხიდიც უნდა გაიაროს და თავის სიგრძეს უნდა გაიაროს. ასე რომ ეს იქნება L1 პლუს L2 და ფორმულა იქნება თანაბარი მოძრაობის ფორმულა. ეს არის V გამრავლებული T-ზე. ასე რომ T იქნება L1 პლუს L2 შეფარდებული V-სთან. 120 პლუს 280 გაყოფილი 20-ზე, ეს არის 400 გაყოფილი 20-ზე, გამოვა 20 წამი. მეოთხე ამოცანა. წრიულს არდბენ ბილიკს ლუკამ 10 წუთში 4ჯერ შემოურბინა. რისი ტოლია ბილიკის სიგრძე, თუ ლუკა 5 მეტრ
წამის სიჩქარით დარბის. ხო, სიჩქარე არის მოცემული 5 მეტრი წამში, რაოდენობა რამდენჯერაც შემოურბინა ბილიკს n არის 4, დრო არის ესე იგი 10 წუთი. აი ესეთნაირად რო დავხატოთ, ეს არის თვითონ ბილიკი, ესე იგი აი ამ ბილიკს 10 წუთის განმავლობაში 10 წუთის განმავლობაში 4-ჯერ შემოურბინა და გვეკითხებიან რისი ტოლი არის ბილიკის სიგრძე, ესე იგი, ესით აღნიშნოთ, ესი არის კითხვის ნიშნის ტოლი. ხო, ესე იგი, რადგან ლუკამ 4-ჯერ შემოურბინა, მთელი გავლილი მანძილი იქნება n-ჯერ ესი, სადაც ესით მაქვს აღნიშნული ბილიკის სიგრძე. აი ეს L მანძილი ტედროში გაიარა თანაბრად, ამიტომ იგივე L-ი უდრის V გამრავლებული T-ზე. ამიტომ გვექნება ფორმულა NS-ი უდრის VT-ს. აქედან S იქნება V გამრავლებული T-ზე, შეფარდებული N-ზე. გამოვთვალოთ რიცხვი, ეს იქნება 5 მეტრი წამში გამრავლებული 10 წუთი არის, ესე იგი, ახლა ეს წუთები უნდა წამებში გადავიყვანოთ. 10 წუთი იქნება 10-ჯერ 60, ესე იგი ეს არის 600 წამი. 5-ჯერ 600 გაყოფილი 40-ზე. ეს და ეს გაიკვეცება. ესე იგი 60 და 40 4 იყოფა ერთმანეთზე იკვეცება 60 და 4, აქ იქნება 15 და 5-ჯერ 15 75 მეტრი გამოგვივა.